მაშასე წარმოგიდგენთ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრებს, საკრებულოს წევრებს, თამარ ცინცაბაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, ტრისტან ჯინჭარაძე და ალექსანდრე ელისაშვილი. საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა ყველას გადაცემაში მობრძანებისთვის. ქალბატონ თამარ, თქვენ დაგისვამთ პირველ შეკითხვას, თქვენ როგორც საკრებულოს წევრი, იმ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, რაც გაქვთ და რასაც მედიიდანაც ხედავთ, რას უკავშირებთ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან წასვლას? მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. კეთილმოწყობის სამსახური, რომ სათანადო დონეზე ვერ მუშაობდა, ეს ოპოზიციამ რო არ აღნიშნოდა ჩვენ პირადად გაერთიანებულ დემოკრატებს, არაერთხელ გქონია შენიშვნა ამ სამსახურთან დაკავშირებით, მე მგონი ამას ხალხიც ძალიან კარგად ამჩნევს. იმიტომ რომ როგორ მუშაობდა ეს სამსახური, ემჩნევა ჩვენი დედაქალაქის ქუჩებს, ემჩნევა ჩვენი დედაქალაქის ხიდებს, გვირაბებს, შენობებს, რომელიც არის საშინელ მდგომარეობაში. აი მართალი გითხრათ, ვერც კი წარმომიდგენია ზოგიერთი შენობა ისეთ მდგომარეობაშია, რომ რანაირად ცხოვრობს იქ ხალხი, იმიტომ რომ რეალურად მათი ცხოვრება არის სიცოცხლე არის საფრთხის ქვეშ. მაგრამ უბრალოდ არცად წასასვლელი არ აქვს და ისინი აგრძელებენ ცხოვრებას და მიუხედავად წლების განმავლობაში მათი არაერთი თხოვნისა არა და არ ადგება საშუალება, რომ გამოსწორდეს ამ კუთხითაც მდგომარეობა. ანუ მდგომარეობა კეთილმოწყობის კუთხით არის ისეთი, რომ ჩვენი მოქალაქეები არიან უკმაყოფილოები, იმიტომ რომ ნამდვილად კარგი ხელი ამ კუთხით ჩვენს ქალგანს არ ატყვია და ამიტომაც სრულიად არ იყო მოულოდნელი კი არა, მე თუ მკითხავთ, იყო დაგვიანებული სუდაძის, არ ვიცი ახლა თავისი საკუთარი ნებით მოხდა ეს წასვლა თუ აიძულეს ის რო წასულიყო, მე თუ მკითხავთ ეს გაცილებით ადრე რომ მომხდარიყო, შესაძლებელი არის მოსულიყო უკეთესი კადრი, რომელიც რა თქმა უნდა იქნებოდა უფრო პროფესიონალი, იქნებოდა მეტი პასუხისმგებლობით აღჭურვილი და დაეტყობოდა კეთილმოწყობის სამსახურს მისი ხელი. ეხლა სუდაძის განთავისუფლება ერთი მხრივ ჩვენ პიროვნულად არ ვერჩით ამ ადამიანს, უბრალოდ მან დაკავებული თანამდებობაზე თავისი ფუნქციები ვერ შეასრულა. მხოლოდ მისი განთავისუფლება არაფერს არ ნიშნავს, თუ ახალი საკადრო პოლიტიკა არ იქნა შესატყვისი იმისა, რომ კადრი მოვიდეს ნამდვილად. აი ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა. ჩვენ ახლა ლაპარაკობთ აგისვით შეკითხვა კონკრეტულ კადრთან დაკავშირებით, მაგრამ თავად ეს ცვლილება რამდენად შეცვლის რამეს კეთილმოწყობის სამსახურში? მთლიანად მერიის სტრუქტურაში, მთლიანად მერიის საქმიანობაში ხომ არ არის პრობლემა და არა კონკრეტულად აქ. ზოგადად იმდენი მიმართულებით არის ხარვეზი მერიის საქმიანობაში, რომ რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის შეცვლა ამით ვერ შეცვლის, მხოლოდ ეს ცვლილება. ამ შემთხვევაშიც ცვლილება უნდა იყოს ისეთი, რომ მოვიდეს კადრი, რომელიც ნამდვილად რაღაცას დაატყობს კეთილმოწყობის სამსახურს, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელი არის მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება, როგორც საკადრო კუთხით, ასევე ზოგადად. როგორი არის მერიის მოქმედების პრინციპი, როგორი არის ზოგადად მათი პასუხისმგებლობა და პოლიტიკური ნება აიღონ და შეასრულონ თუნდაც მხოლოდ ის საკითხები, რასაც ისინი წინასაარჩევნო მანამდე ალეკოს მინდა დაუსვა შეკითხვა და მისი შეფასება მოვისმინო, რა ახსნა შეიძლება მოეძებნოს ამ ცვლილებას და ხომ არ ელოდებით თქვენ როგორც საკრებულოს დეპუტატი, რომ ეს ცვლილებები გაგრძელდება და კიდევ სხვა პროცესებთან გვექნება საქმე? სავარაუდოდ გაგრძელდება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სტრუქტურა ძალიან მაჩანჩალაა. ყველაზე მაჩანჩალა იყო კეთილმოწყობის სამსახური, ახლა რამდენიმე მაღალჩინოსანია წასული თანამდებობიდან არქიტექტურის სამსახურის უფროსი, ქონების მართლის სამსახურის ხელმძღვანელი და აგერ უკვე ბატონი სულდაძეც დაითხოვა ის თანამდებობიდან, მაგრამ ეს არ გმარა. პრობლემა მარტო ავთანდილ სულდაძეში არა. ნუ კეთილმოწყობა ცუდად მუშაობდა, აი არ ვიცი, ქალაქში დადიხარ ფეხით თუ მანქანით განსაკუთრებით თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოველ ნაბიჯზე აწყდები ამას, რომ აი აბსოლუტურად ქაოტური არის ქალაქი. არაფერი ხელი არ ეთყობა, ელემენტარულად ის ვერ მოწესრიგდა, რომ ნაგვის მანქანებმა დღისით პიკი საათში არიან და კიდე ხელოვნ დამატებით საცობები არ წარმოქმნან და მაგრამ ამაში არ არის პრობლემა. პრობლემა ნარმანიაშია და პრობლემა თვითონ ქართულ ოცნებაშია და ჩვენ სახელმწიფოშია, სადაც ყველა იყურება სოვოლაკის სუჟის სასახლისკენ. ამაშია ყველა. სუდაძე იქნება თუ რიგითი თანამშრომელი მერიის ყველა იყურება სოვოლაკისკენ. ანუ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. გადაწყვეტილებებს ვერავინ ვერ იღებს, იმიტომ რომ არავინ თავის თავში დარწმუნებული არ არის.
ესმით და ქართული ოცნება კოალიცია ყველა ერთმანეთისთვის ფეხის დადებით არის დაკავებული. იქ ვიღაცის კაცი ის არის, აქ ვიღაცის კაცი ეს არის. ნარმანია ვერავის ვერ აკონტროლებს, იმიტომ რომ აგერ კალაძის სოლიზმისთვის შენიშვნის მიცემა უნდა და კალაძემ ყურია უწია. ვიღაცისთვის შენიშვნის მიცემა უნდა და ის ძიძიგური ძმაკაცია. ეს ის არის, ესას არის და ზის ასე ნარმანია და ექცევა თავზე თელი ქალაქი არის ნარმანიას იმაში ხო რა, ლანძღვა გინებაში. ხო და მარტო ეს აქამდე უნდა მიიღოთ ეს გაწყვეტილება. სუდაძე რო თავს ვერ ამბავდა და მარტო ლაპარაკობდა. ქალაქი გუგუნებს გახსოვთ მისი საოცარი ფრაზა, ხო? აქამდე იყო გაწყვეტილება მისაღები, მაგრამ მარტო ეს არ არის. უფრო სერიოზული პრობლემის შედეგებს ვიმკით ქალაქში, რომ ყველა უყურებს ბიძინა ივანოვს. აი ეს არის პრობლემა. ბატონო ვალიკო, გეთანხმები რომ პრობლემები არის ქალაქში, მაგრამ იმაში ვერ დაგეთანხმები რომ რაღაც ქალაქის სამსახურის ზოგიერთი უფროსმა გადაწყვეტილება რომ მიიღოს, ეს დამოკიდებულია ვინმეს ნებაზე რა, თუ თვითონ ვინმეს ნებაზე და განსაკუთრებით რაც თქვენ ახსენეთ ის სიტუაცია რა. რაც შეეხება იმ პრობლემებს, რაც ქალბატონმა თამარმა ჩამოთვალა, არის ბუნებრივია ქალაქში, საკმაოდ სერიოზული პრობლემები, მაგრამ ეს ნამდვილად არ გაჩენილა ერთ დღეს და მაინც და მაინც ჩვენი საკრებულოში მოსვლის შემდგომ პერიოდში. და ვერც მოგვარდება ერთი მოწვევის პერიოდში თქვენ იმდენი მარტო ის პრობლემები მოაგვაროთ, რაც ახლა გაჩნდა ბოლო ერთ წელიწადში. პრობლემები ყველას მოგვარება გვინდა, მაგრამ ის პრობლემები, რაც ქალაქს აქვს, ერთი მოწვევის საკრებულო და ერთი პერიოდი, ნამდვილად ერთი სამწლიანი გნებავთ 20 წლიანი პერიოდი ნამდვილად არ ეყოფა. სწორი ნაბიჯები გადაიდგა და დავინახოთ, რომ მიდიხართ სწორი მიმართულებით. ყველაფერს რო 1 და 2 და 3 წელიწადში არ მოევლება ეს ძალიან კარგად. თანხმებით რომ სწორი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია, იდგმება ბევრი სწორი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არის ხარვეზები, ამაში გეთანხმებით ბატონო, იმაშიც კეთილმოწყობის ან თქვენ ნაწილობრივ ეთანხმებით იმას, რომ კეთილმოწყობის სამსახურს ჰქონდა პრობლემები, ხო? არა, კეთილმოწყობის სამსახურის მაგრამ არ ეთანხმებით მე როგორც მივხვდი იმას, რომ სისტემური პრობლემაა მერიაში, ამას არ ეთანხმებით. სისტემური პრობლემა როგორც ასეთი გამოკვეთილი ნამდვილად არ არის, შეიძლება არის რაღაც გარკვეული პრობლემები იგივე ალეკომ თქვა ეს მართლა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ კი გადაწყვეტილებების მიღება სჭირს, იქ საქმე ბუნებრივია არ კეთდება. სწორედ ეს არის ძალიან მთავარი აქცენტი მე ვფიქრობ. და ალეკოს მეც სწორედ ის უპასუხე რომ იმ საკითხზე უპასუხე რომ აი ეს წვრილმანი გადაწყვეტილებები, რაც სამეურნეო გადაწყვეტილებები, რაც ქალაქშია მისაღები, ნამდვილად არ არის დამოკიდებული ვიღაცაზე რა. ეს შიგნით კეთილმოწყობის სამსახური იქნება თუ სხვა სამსახურები, თვითონ ხელმძღვანელები ნამდვილად ღებულობენ გადაწყვეტილებებს. რამდენად ეს გადაწყვეტილებები ადეკვატურია თუ არ არის ადეკვატური, ეს სხვა საკითხია და ამაზე შეიძლება ვიგამართოთ და ზოგჯერ ჩვენაც უმრავლესობის დეპუტატებიც არ ვართ ხოლმე კმაყოფილი ბევრი სამსახურის მუშაობებით. მოგცემ თქვენ სიტყვას ჯაბას მინდა ვკითხო, ჯაბა თქვენ იზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ ნარმანიას უჭირს დედაქალაქის მერის მართვა და ზოგადად იმ საქმეების განწყობა, რასაც მერი უნდა აკეთებდეს. მოგესალმებით, მივესალმებით საზოგადოებას, უპირველეს ყოვლისა დიდ მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის, რაც შეეხება იმას, რომელიც მუსერებს ძალიან დიდი ხანია და ჩვენ მერს და საერთოდ ხელისუფლებას ეძახიან უნიათოს და არაფრის მაქნის, მე ვფიქრობ ეს რეალობასთან ცოტა მოშორებულია, ვინაიდან თქვენ ყველანი კარგად ხედავთ, თუნდაც ავიღოთ ერთ-ერთი ყველაზე ახლო ფაქტი სტიქია თბილისში, რომელსაც ამ ხელისუფლებამ გაართვა ყველაზე კარგად თავი. იგივე კეთილმოწყობის სამსახური მუშაობდა, იგივე ზედამხედველობის სამსახური მუშაობდა, იგივე დასუფთავების სამსახური მუშაობდა, კოორდინირებულად, შეწყობილად, შეხმატმილებულად თქვენ ნახეთ ამ სამსახურებმა თუ რა მოკლე პერიოდში აკვეთეს სტიქიური ცხელი კერები და რა მოკლე პერიოდში მიცეს საზოგადოებას და იმ დაზარებულ ადამიანებს საცხოვრისი და არა მარტო საცხოვრისი ყველას დახმარების საშუალება აღმოუჩინეს. ძალიან სერიოზული პრობლემებია დახმარებებთან დაკავშირებით და შეიძლება დავაყენოთ. კი ბატონო, ნებისმიერ შეკითხვაზე გავუწევთ ერთმანეთს პასუხი, არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ მე გთხოვთ რომ დღეს ერთმანეთს ლაპარაკი ვაცალოთ და არ ჩავეჭხიროთ ერთმანეთს, ჩემი თხოვნა იქნება ეს მეგობრული თქვენთან, ვინაიდან ვართ კოლეგები, რაც შეეხება დაუბრუნდებით დასმულ შეკითხვას ბატონ ნარმანიასთან დაკავშირებით, მე მაქვს ყველა მერიის სამსახურთან აბსოლუტურად საქმიანი ურთიერთობა, როგორც ბატონ ალეკოს, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, ალბათ ისიც ალბათ კი არა დარწმუნებული ვარ, ყოველ მას კოორდინირებული მუშაობა ამ ადამიანებთან, როდესაც მოდიან მოქალაქეები და გთხოვენ რაღაცას, ჩვენ უმალვე გვაქვს კომუნიკაცია ნებისმიერი სამსახურთან. მე ნამდვილად ვერ დავეთანხმები ალეკოს იმასში, რომ ისინი ელოდებიან შუშის სასახლიდან
ნებართვაზე თანხმობას, თუ როგორ უნდა დაგვიხმაროთ ის ჩვენთან განხილვა პროექტები ან დაიხმაროთ გაჭირებულ ადამიანებს ან რა ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში, ისინი ერთპიროვნულად იღებენ ამ თემ გადაწყვეტილებას. გასაგებია, მე მინდა ნამდვილად ვერ დაგეთანხმები ხა იმაში, რომ გეგი ნიჟარაძე ან ნებისმიერი სამსახურის უფროსი, რომელიც არის დღეს მერიაში, ელოდება ვინმეს გადაწყვეტილებას. კი ბატონო, ალეკოსგან არგუმენტები იქნება საინტერესო იმის არაც. ვილაპარაკოთ ძალიან კარგი. კი ბატონო, მოусმინოთ ალეკოს და დავამთავრებ რა კეთილმოწყობის სამსახურთან დაკავშირებით მინდოდა ერთი სიტყვა მეთქვა, სუდაძესთან დაკავშირებით, რომელიც როგორც თქვენ ბძანებთ, გადადგა და ვიღაცამ უბძანა ეს ყველაფერი, მე ვიცი რომ ბატონო ტრისტანის დამეთანხმება ამ ყველაფერში, რომ ის თავისი ნებით წავიდა და მაგრამ ის ამბობდა ცოტა ხნის წინ რომ არცად წასვლას არ აპირებდა. შეიძლება დავამთავრებ. საქართველოში არის პირველად ხელისუფლება, როდესაც ყველაფერი ხდება გამჭვირვალედ, ღიად და არც არავის წასვლა და მოსვლა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს ნამდვილად. ეს არის ერთი მთლიანი მანქანა და ნაწილის შეცვლა ყოველთვის ჭირდება რაღაცას. ამაში პრობლემას მე პირადად და საზოგადოებაც ალბათ ვერ უნდა ვხედავდეთ თითოეული ჩვენ. მაგრამ ის ძალიან თავდაჯერებული ამბობდა, რომ არცად წასვლას არ აპირებდა, სულ ცოტა ხნის წინ. ფაქტია, რომ რაღაც მოხდა, რამაც ეს შეცვალა. თვითონ გააკეთებს განცხადებას, როდესაც დაუბრუნდება საქართველოში, მე როგორც ვიცი, აწოთებში მას დატოვებული აქვს საქართველოს საზღვარი, რაც შეეხება თანამდებობას, მე ვფიქრობ, ერთი ადამიანი არ უნდა დაბერდეს ბავშვობიდან დაბერებამდე. გასაგებია, ახლა მოусმინოთ ალეკოს არგუმენტებს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვას უყურებენ შუშის სასახლეში, როგორ მიიღონ გადაწყვეტილებები. ჯერ იმას ვიტყვი, რომ სტიქი დაზარალებულებთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემებია. მე გუშინ მქონდა საუბარი თამაზელის ბარაშვილთან, რომელიც არის სვანიძის ქუჩის კომიტეტის ხელმძღვანელი და მითხრა, რომ ძალიან სერიოზული ხარვეზებია და პრობლემები და უკვე ამის გამოცვლებს და აქციებს აპირებენ. ასევე იყვნენ წყნეთის ხევიდან ჩემთან მოსულები ადამიანები, რომელსაც ძალიან სერიოზული პრობლემები აქვს და ჩიქოვანის ქუჩის. და არავინ არ ლაპარაკობს ისევ ამ დაუზღვეველი მანქანების ანაზღაურებას. ანუ პრინციპში არაფერი არ მოგვარებულა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს გეტყვით. როგორ იცვლება ყოველდღე გადაწყვეტილება? პეკინის 23-ში ანგრევენ საბავშვო ბაღს. უნდათ ხეების მოჭრა. მშენებლობის ნებართვა არის გაცემული. ეს არის კომპანია ელზურო. ამას კაპიტალით მონაწილეობს რუსეთში მოღვაწე ერთი ექიმი კაცი, ქართველი, რომელიც ფულსდება და მისი შენობა სხვაგან გასაგებენაზე რო ვთქვათ, კრიშა არის ზურაბ გამეზარდაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელმაც ღარიბაშვილს ხელი მოაწერინა ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა ნარმანია დღეში ორჯერ წლის გადაწყვეტილებებს. გაგზავნის იქ ხალხს ეტყვის, რომ 3 დღე მაცალეთ, გავა ეს 3 დღე, კიდევ ერთი 3 დღე მაცალეთ, კიდევ ერთი 3 დღე მაცალეთ, იქ ხალხს აქვს 24 საათიანი მორიგეობა. ნარმანია ვერ იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ერთხელ თქვა, რომ შევცვლი ამ ელზუროსთან დაკავშირებით საკითხს, დაურეკეს მე იქიდან, იმიტომ რომ გამეზარდაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არის ამ ელზუროს კრიშა და მფარველი. და შეაცვლევინებენ ისევ გადაწყვეტილებას. ერთ სიტყვის ნარმანია შეაცვლევინებენ მეორეს და ამას ვამბობ, რომ იყურებიან საად, რომ აბა როგორ ხასიათზე თქვენ ამბობთ, რომ გამეზარდაშვილსა და ნარმანიას შორის საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ ივანიშვილმა უნდა იყოს. ივანიშვილი ეხლა მთელი ამბავი არის, ვინ როგორ მიუტანს ამ ისტორიას იმას რა კი ბატონო, ხომ არ აქვს ინფორმაცია ბატონ ტრისტან, ბატონ ჯაბა ამასთან. თორე საბავშვო ბაღი, ყველა მიცის, რომ საბავშვო ბაღი არ უნდა დაანგრიოს და იქ ხეები არ უნდა გაჩერდოს, მაგრამ ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, ვერ იღებს ნარმანია გადაწყვეტილებას. არა, აქ ამ სიტუაციაში მე როგორც ვიცი, ჩართულია საბურთალოს მაჟორიტარი, როგორც ჩვენი მაჟორიტარი დავით ზურაბიშვილი, ისე დავით უსუფაშვილიც, როგორც საბურთალოს მაჟორიტარი. ყველაფრის საქმის გულში ვარ და მაინც ვერ იღებს ნარმანია გადაწყვეტილებას. არა, აქ საკმაოდ სერიოზული მსჯელობა მიდის ამ საკითხზე და მე როგორც საქმის ყურში ვარ უკვე მიდის ლაპარაკი ისევ ადგილმონაცვლეობაზე, რომ ნუ როგორღაც ეს პრობლემა. იმიტომ რომ გამეზარდაშვილის ჯიბი არ დაზარალდეს როგორღაც ამაზე არ ლაპარაკი. გამოვიდეს ნარმანია და თქვას რომ მორჩა და დაესვა წერტილი ამ ისტორიას. აქ ნამდვილად არ ვიცი მე ამ ისტორიის ამიტომ კონკრეტულად ვინ დგას, მაგრამ ჩვეულებრივ როგორ უნდა დაესვას წერტილი. საბავშვო ბაღის დანგრევას და ხეების საბავშვო ბაღის მაგაში გეთანხმებით ყველა. ორჯერ გახსათ პასუხი ადგილმონაცვლეობაზე. არა, ნამდვილად ლაპარაკი ადგილმონაცვლეობაზე, ლაპარაკი ეს არის ადგილმონაცვლეობით. უნდა ყაზბეგის ქუჩაზე, იქაც იყო ესე გაჩეხვაზე ლაპარაკი, ავტეხეთ ერთი ამბავი და ადგილმონაცვლეობა გააკეთეს და მე აგერ სამწუხაროდ ალბათ არის ოპტიმალური ვარიანტი ალბათ შერჩეული და ნუ ახლა მიდის ნამდვილად შეიძლება ბატონ ალეკოს გავცემ სტიქიასთან დაკავშირებით მე მაქვს მონაცემი წამოღებული რაც სხვათაშორის საკრებულომ დაამტკიცა და იყო განჭურვალე და საიტის გამოქვეყნებული და ყველა ადამიანისთვის მოქალაქისთვის არის ხელმისაწვდომი თუ შეიძლება ზუსტად 20 წამოვიდა წავიკითხავ პირველი კატეგორიის 36 ოჯახთან გაფორმებულია თანხმობა რაც ნიშნავს ზოგმა უკვე შეიძინა ბინა
ზოგი ეძებს, მეორე კატეგორიის დაზარალებული და 14 ხართ-აღრიცხვა გადაგზავნილ ლაბორატორიასთან 6-ზე დადებითი პასუხი მოვიდა, ხოლო 8-ზე შენიშვნებია მიღებული, სასტუმროში დარჩენილია 3 ოჯახი, ერთჯერადი მიზნობრივი თანხების საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძლებლად გადაერეცხა პირველი კატეგორიის 23 ოჯახს ჯამში 211,500 ლარი, მეორე კატეგორიის 33 კი ბატონო, ან თქვენ ამით გიდათ იმით, მერიამ იმუშავა კარგას ამემართულებით 299,400 ლარი, ანუ თითქმის 300,000 ლარი, ამ ეტაპზე ირიცხება 3 ოჯახზე 31,500 ლარი. სტიხი დაზარალებულთა სიების სულ 132 ოჯახი. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული. მიგაჩნიათ რომ ეს იყო ძლიერი მხარე, რაც მერიამ აჩვენა, მოგცემთ ბატონო. საკრებულოსთან ერთად. აჩვენა თავისი ძლიერი მხარე სტიქიის პრობლემების მოგვარებით. აბსოლუტურად ყველა. რაც შეიძლება ბატონ თამაზოვი. კიდე რაღაცა ქუჩები ახსენეთ თქვენ, ხო? ჩიქოვანის ქუჩა. შეუძლიათ მოგმართოს ამ ადამიანებს, მიმართოს კომისიას ბატონო ალეკო. მე და თქვენ დავინტერესდეთ. იმიტომ მომართეს რომ სამართალი ვერ იპოვეს და იმიტომ მოვიდნენ ჩემთან. თორიციან სადაც უნდა მივიდეთ. ჩვენ სიგნალს არ უჭერთ ხარს პირიქით ბატონო ალეკო. ორივე ხელით მომყვებით ყველაფერში აბსოლუტურად თქვენ ჩვენ ვერ ხედავთ დაგვანახეთ მიგმანიშნეთ. პირიქით ჩვენთვის ეს იქნება არა ბოღმის საგანი. კი ბატონო, თავადო თამა სტიქიასთან დაკავშირებით. თქვენს დამეთანხმებით ერთად ძალიან ბევრად გლოვს ყოფილა. ხო, ბატონო ხაბი იქნება და პირიქით. ერთმანეთს ხარვეზები მერიას საზოგადოების რო იყოს გასაგები თუ შეიძლება განვარტავრო ჩვენს ოპონენტებს კი არ ვეჯგიმებით ასე ვთქვათ ბოდიში ამ სიტყვის პირიქით დახმარების ხელს უსვით მათმაც გამოგვიწოდონ და ჩვენ ქალაქის საკრებულოში იმიტომ რომ არა იმიტომ რომ რაღაცა ერთმანეთი ჩავხოთ მაგრამ აქ წამოიჭრა საკითხი რაც არის ფუნდამენტური მერიაში ვერ იღებენ გადაწყვეტილებას მე ამაში გეთანხმებით რა თქმა უნდა თანამშრომლობა არის კარგი მაგრამ თუ დედაქალაქის მთავრობაში ვერ იღებენ გადაწყვეტილებას და ეს არის ფუნდამენტური საკითხი ყველაფრის მართვის დროს თავარია გადაწყვეტილების მიღება ეს არის მაშინ ძალიან სერიოზული პრობლემა ხო ამაზე იყო აქ ლაპარაკი რაც შეიძლება სტიქიის ჯაბა აი ეს ერთად რო უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი ეს ძალიან კარგია მაგრამ რატომღაც ოცნების უმრავლესობას ისი აქ წარმოდგენილი ეს ერთად კეთება რომ რასაც თქვენ გადაწყვიტავთ ყველაფერზე ოპოზიცია უნდა წამოყვეთ და დაგეთანხმოთ და რა შენიშვნების ოპოზიციას აქვს ის არ უნდა იყოს გათვალისწინებული ეს ის ერთად კეთებასთან დაკავშირებით და ერთ რაღაცას აი ერთ მაგალითს მოგიყვანთ თქვენ ახსენეთ რომ ჩვენ მზათა ვართ და ყოველთვის რაღაცა პრობლემა როცა არის ერთად მუშაობთ და მე თქვენც მოგმართეთ თქვენ ახართ მაჟორიტარი დეპუტატი მთაწმინდის რაიონის და იქ მოსახლეობა მოგმართა გერგეთის ქუჩაზე როგორი მძიმე მდგომარეობა იყო საკრებულოში ვითხოვებთ ხოვე დეპუტატებს რომ იქნება დაუდგეთ ამ ხალხს გვერდზე იმიტომ რომ ზუსტად აი სტიქიის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ესე სასტიკად რომ ვექცევით იმ ადგილს სადაც ვცხოვრობთ რა შედეგს ვღებულობთ და იქ რა ხდება აი მთაწმინდის ძირი ზუსტად გამოაქვთ და გამოაქვთ და როგორ დამთავრდა იცით ეს ყველაფერი აი თქვენ ხო ამბობთ რომ მე ჩავერთე და მივხედე და მერია პრობლემას მომენტალურად აგვარებს იცით როგორ მოაგვარეს კიდევ უფრო მეტად გამოთხარეს და ბატონი მერი ბრძანდებოდა და ხელი ჩამოართვა იქ და ტაშით აღნიშნეს ეს ამბავი და რაშია იცით საქმე ჩვენ აქ ინვესტიციების მოზიდვას ამ შენებლობას კი არ ვაპროტესტებთ რაზეა ლაპარაკი რა თქმა უნდა აშენდეს ახალი შენობები რა თქმა უნდა განვითარდეს ქალაქი მაგრამ როგორ სად რაღაცის ხარჯზე რაღაცას რომ მოსპობ და გაანადგურებ იმის ხარჯზე არ უნდა მოხდეს განვითარება ქალაქის აი ამაზეა საუბარი და იცით რაში არის საქმე თქვენ ხო თქვით რომ ერთმანეთს ვაცალოთო როდესაც ადამიანები გამოდიან კარვები აქვთ გაშლილი ათენებენ და აღამებენ და აი ამის ფასად ხან გამოსდით საქმე და ხან არა ეს რა კარგი მუშაობაა მერიის მერია თვითონ უნდა ხედავდეს ამ პრობლემებს ამაში ღებულობენ ისინი ხელფას ამაში ღებულობენ დანამატს და ამაში ღებულობენ პრემიას კიდე და რა არის ეს ხალხი ნერვებს იშლის დროს ხარჯავს ენერგიას ხარჯავს და მაშინაც ან გამოვა ეს საქმე და ან არ გამოვა და ამაზე ამბობ თქვენ რომ პრობლემები მომენტალურად ხდება ერთ რაღაცას რო არ უპასუხო არაფრით არ შემიძლია თქვენ აღნიშნავთ და სხვათა შორის ამ ბოლო დროს რატომღაც ოცნების წარმომადგენლები ამ სტიქიაზე საუბარს მართალი გითხრათ მე ვერიდები უკვე და თქვენ აი რამდენ გადაცემაშიც ვიყავით სულ ამას ამბობთ რომ ეს როგორ ვივაშკაცეთ უკაცრავად მეგობრებო სტიქია რომ აი ისეთი უბედურებით დამთავრდა ამაზე რატო არ აკეთებთ ანალიზს და აღარავინ არაფერს არ ლაპარაკობთ გამაგებინეთ სამსახურებმა რომელიც მერიას ემორჩილება
გამოამჟღავნეს, რომ მომზადებული არიან, პრევენციული ღონისძიებები გატარებულია, ადეკვატურად რეაგირებენ აი ესეთ საშინელ შემთხვევებს, ჩვენ იმას კი არ ვითხოვთ მერიისაგან, რომ მან გააკეთოს იმისი პროგნოზი, როდის ადიდდება მდინარე და როდის წამოვა თოვლი, მაგრამ მარილი რო კონდეს, რომ დაყაროს და აი ამ სტიქიამ რო ესეთი საშინელი კატასტროფა არ გამოიწვიოს, აი ამას კი ვითხოვთ მერიისაგან. ვერასწავლა მერიას ის რომ პრევენცია გააკეთოს მსგავსი. ამაზე აღარავინ არ საუბრობს. რატომღაც თქვენ მუდმივად აპელირებთ იმაზე, რომ აი რა კარგად ვიმოქმედეთ, როგორც ყველანი შევიკარგეთ. მივცეთ შესაძლებლობა. ერთეული ადამიანების მოქმედება ნამდვილად ძალიან კარგი იყო, მაგრამ სისტემა, რომელიც უნდა ყოფილიყო გამართული, რომ აი ესეთი უბედურებით არ დამთავრებულიყო ის სტიქია, ამაზე ჩაგეკითხებით უკაცრავად. სისტემა, რომელმაც უნდა მიიღოს ყველა პროვინციული სამუშაოები რა არის ხო მიღებული იმ საღამოს? 13 წელს მე თვითონ დავდები. რამდენ ხანში დაიწყო რეაგირება? ჯაბა, ეხლა მართლა სერიოზულად ლაპარაკობთ. იქიდან დაახლოებით 20 წუთში ვიყავით შემთხვევის ადგილზე, გეტყვით ეხლა. თქვენ იყავით 20 წუთში ვიყავი აბსოლუტურად ყველა ადგილას სტიქიის ღამეს და იყო რეაგირება უმაღლეს დონეზე. აბსოლუტურად ყველა. ჯაბა, ეხლა თქვენც არასერიოზულად პასუხობთ ამას, რომ 20 წუთში იყავით იქ მისული ყველა ადგილზე. ყველაზე ერთდროულად წუთში და მარტო თქვენი მისვლა და ბოთებში სიარული მერის და ზოგიერთი თანამდებობის პირის კი არ არის საქმე. აბსოლუტურად ყველა ჩემ Facebook-ის გვერდზე არის გამოქვეყნებული სტიქიის ღამეს საათები ჯაბა, კარგით რა შეგიძლიათ შეამოწმოთ აბსოლუტურად ყველა ვიდეო თუ როგორ მუშაობენ მერის და მაგაშია ზუსტად საქმე. რეაგირება როდის დაიწყო? იმაზე აი თქვენ არ გინდათ რომ გააკეთოთ ანალიზი, რა ხარვეზები გქონდათ დაშვებული მუშაობაში თქვენს წინა ხელისუფლებასაც. არ გინდათ, არა მე არ ვლაპარაკობ. არა ლაპარაკი არის, არა როგორც შეცდომის. მოდი შევიცეთ შესაძლებლობა. მივცეთ შესაძლებლობა ოპონენტებს რომ გიპასუხოთ. ბატონო ჯაბა. შემდეგში პრევენცია და მომენტალური რეაგირება იყო მნიშვნელოვანი ხარვეზი. მოდით გაიცით პასუხი, შემდეგ ბატონ ტრისტანი. ბატონო დიმიტრი ხუნცეშვილმა როდესაც იყო ვიცე-მერის სტიქიის დროს გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და მე მგონი ყოველს გასულს განცხადება, რომ შემდეგში ამ ხეობებში დამონტაჟდება გადამცემი ანძები, რომელიც მდინარის ადიდებას მიანიშნებს სხვადასხვა სამსახურებს და იქნება ამასთან დაკავშირებული. 10 დღით ადრე ადიდდა ვერა თუ გახსოვთ, რა გააკეთეს იმისთვის, რომ იგივედან აეშორებინათ ისეთი მე გეუბნები მომავალში პრევენციულად. ხო, ამას გეუბნებით, რომ არ გაკეთდა მეთქი, არ იყო გაკეთებული. დავასრულებინოთ ჯაბას. ეხლა კეთდება ეს ყველაფერი ამასთან დაკავშირებით მუშაჯგუფი შექმნილია. ბატონო დიმაცი ხო ამასთან დაკავშირებით უბრალოდ ეხლა ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა, რომ ამ მნიშვნელობა ლაშაბასში საერთოდ დიმას მაგივრად და ამასთან დაკავშირებით ჯგუფი მუშაობს და იქნება ზომები მიღებული აუცილებლად. იქნება. კარგი, ბატონ ტრისტანი. ერთ დღეში ბავშვი არ იბადება, ერთ დღეში თუ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ. ბატონ ტრისტანი, ჯაბა უკაცრავად. წელიწადზე მეტია უკვე. ბატონ თამარ ჯაბა უკაცრავად. მოდით ბატონ ტრისტანსაც მივცეთ შესაძლებლობა პასუხის გაცემის. ის შემთხვევაში რაც იყო ვერის ხეობაში, როგორ წარმოდგინეთ თქვენიათ თქვენ რომ ყველა სამსახური უშეცდომოდ და უხარვეზოდ იმოქმედებდა. ბუნებრივია იყო რაღაც ხარვეზები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ქალაქის სამსახურებმა არ იმუშავეს. იმუშავეს სამკმაოდ კარგად და ბევრმა საკმაოდ დიდი თავგანწირვითაც და გმირობის მაგალითებიც უაჩვენეს ბევრმა მათგანმა. ეს თქვი რომ ცალკეულმა პიროვნებმა მაგრამ არა მარტო ხალბატონო თამარ, ასეთი მასშტაბის კატასტროფის დროს არ არსებობს ქვეყანა, ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ის რომ ოპტიმალურად ვერ მოქმედებს ხელისუფლება. ეს ბუნებრივია, რაღაც ხარვეზები ყოველთვის მოხდება. ვერანაირად ამაში ვერ დაგეთანხმებით და მე ძალიან მენიშნა იცით რა რომ აი ამდენი ხნის მერე ჩვენ სუყველანი მაშინ თავს ვიკავებდით ამაზე საუბრისაგან, მაგრამ მე ნამდვილად არ მეგონა თუ ოცნება ამის ანალიზ არ გააკეთებდა და არ დადებდა ყველა იმ ხარვეს და შეცდომას, რომელიც იყო. ეს არის ძალიან სწორედ ამაზე ვლაპარაკობ, რომ ხარვეზები ბუნებრივია იყო და ოპტიმალურად, რა თქმა უნდა, ვერ ვიმუშავეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდად ვიმუშავეთ. რა თქმა უნდა, ის ანალიზიც გასაკეთებელია, რასაც თქვენ საუბრობთ და რომ მომავალში ასეთი რამე აღარ გამეორდეს და ამ მასშტაბის ტრაგედია ნამდვილად და ბოლოს ბოდიშით ერთ ბატონ ალეკოს მინდა უპასუხო, რაც შეეხება იმას, რომ სტიქით დაზარალებულებს როგორ ვექცევით და როგორ მიდის ეს პროცესი, მათი ანაზღაურების ქონებრივი თუ
დაკარგული ქონების ანაზღაურება როგორ ხდება. ამაზე ბატონო ალეკო მე მგონი მაშინ როცა ვღებულობდით იმ ანაზღაურების წესს, ყველანი შევთანხმდით, რომ ეს იყო საკმაოდ კარგი გამართული წესი და თანაც ამით ძირითადად შეთანხმებული იყო თითქმის ყველა დაზარალებულთან. და ეს პროცესი ნამდვილად ნორმალურად მიდის. ბუნებრივია ახლა რაღაც გამონაკლისები მართლაც არის და ამ გამონაკლისებზე ინდივიდუალურად იქნება ყოველთვის არ გულისხმობდა საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჩამოთვალა ალეკო, მაგრამ ალეკო მოგცემ სიტყვას უბრალოდ მე თქვენ მინდა გითხოთ ბატონ ტრისტან. თქვენ როგორც ბატონ ტრისტან, მე მაინტერესებს თქვენ როგორც საკრებულოს წარმომადგენელი რა პრობლემებს ხედავთ მერის და მთლიანად მერიის მუშაობაში. შეგიძლიათ მითხრათ რამდენიმე სერიოზული პრობლემა, რომელიც თქვენი აზრით ჩრდილს აყენებს მერიას და მან უნდა გამოასწოროს თავის საქმიანობაში. არა, მე ვერ ვიტყვი რომ ახლა მერია ოპტიმალურად მუშაობს, ეს მონებრივი ასე არ არის და ეს გარეგნულა და ჩანს. მონებრივი რატოა? თქვენ არ დაეთანხმეთ გადაწყვეტილების მიღების. არ იქნება კარგად რომ მუშაობს. გადაწყვეტილების მიღების პუნქტში არ დაეთანხმეთ თქვენს ოპონენტს, არ დაეთანხმეთ და თქვენ რომ სოლოლაკში კი არა მერიაში იღებენ გადაწყვეტილებას. სხვა საკითხებზე გეკითხებით. ეს ერთი საკითხი გასაგები არ ეთანხმებით ამაში. რა პრობლემებს ხედავთ დედაქალაქის მერიის მუშაობაში? დედაქალაქის მერიის მუშაობაში, არის პატარ-პატარა პრობლემები ნამდვილად. იგივე დავუშვათ, ახლა წეღამ საუბრობდით ინფრასტრუქტურაზე და ის მასშტაბები, რა მასშტაბებიც არის დავუშვათ ქალაქში, ამ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, საკმაოდ შთამბეჭდავია, მაგრამ ჩემის აზრით სამწუხაროდ ის ტემპები, რა ტემპებითაც ეს მიმდინარეობს, დავუშვათ, არ არის დამაკმაყოფილებელი. არის ასეთი, წვრილ-წვრილი ხარვეზები ბუნებრივია ყველა მიმართულებით, მაგრამ კიდე ერთხელ ვამბობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სისტემურ პრობლემას თქვენ ვერ ხედავთ მერიაში. სისტემურ პრობლემას ნამდვილად ვერ ხედავ, იმიტომ რომ მეტნაკლებად გამართულად მუშაობს. ეფექტური მერია ნარმანია. ბატონო ალეკო, ნარმანია ნამდვილად იმ ფონზე რა ფონიც ჩაიბარა და იმ გადაცვლის ფონზე რაც მოხდა თქვათ იგივე წინა მერიიდან აკეთ და სანამ ეს სამსახურები ამუშავდა საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, მაგრამ მოქალაქეებს ბატონ ტრისტან მოქალაქეებს უშევათ შეკითხვა. მანამდე იყო უგულავა, რომელთანაც მოქალაქეებს ჰქონდათ რაღაც თავისი პრეტენზიები, ახლა არის ნარმანია. შეგიძლიათ დაგვისახელოთ პრობლემები, რომელიც ნარმანიას მმართველობის დროს მოგვარდა და ეს მოქალაქეებმა თვალნათლი უნდა დაინახონ დედაქალაქში. ის პრობლემები დაუშვათ მოგვარდა, იგივე დაუშვათ, ეს გადაღებული სოციალური მიმართულებები, თქვათ უკეთესადაა, ვიდრე იყო იგივე თქვათ უგულავას დროს. არის იგივე თქვათ სხვა სამსახურებით მეტნაკლებად უფრო ხელმისაწვდომია და უფრო დაუშვათ იგივე ნებისმიერ საკითხზე შეუძლიათ მოქალაქეებს მისვლა და უშუალოდ სამსახურების უფროსებთან ამის შეთანხმება. ეს თავიდან მერსაც ჰქონდა ასეთ, მაგრამ შემდეგ გაუქმდა. საკრებულოს გაცილებით უფრო გახსნილია მოქალაქეებისთვის, ვიდრე იმდენად გახსნილია, რომ ხალხი არ შემოუშვეს ხდება. არა, ალეკო, ბატონო, ნამდვილად გახსნილია, ახლა ზოგიერთი შემთხვევაში თქვათ ხდება ესეთი რამეც ალბათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკრებულო არ არის გახსნილი. გასაგებია, მოდით ალეკოს მივცეთ შესაძლებლობა. ბატონ ტრისტანი, ასე ამბობ, ციტირებ, რომ წვრილ-წვრილ პრობლემებს ხედავს ყველა მიმართულებით. თქვენ უფრო დიდად ხედავთ ამ პრობლემებს და ამაზე. პრობლემებს აწყდებით ყოველ ნაბიჯზე. ყველგან არის. რას საყვედურობდით უგულავას? უგულავა იყო ეფექტური და მავნებელი მერი, ხო? მაგრამ ეფექტური იყო. 1000 ჯერ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ნარმანია. ნარმანია არის აი სავარძელს ავსებს რა. ამას ვამბობ გულის ტკივილით, იმიტომ რომ მეგობრობდი მე ამ კაცთან და მე თავიდან ვუთხარი კიდეც რომ მას ჰქონდა ორი არჩევანი რომ ან ხალხის გული მოეგო და ხალხის მერი გამხდარიყო და უფრო ღონიერი მერი ყოფილიყო და პირველ სამ თვეში ახალი კალაპოტი გაიყვანა სულ მთლიანად შეეცვალა ყველაფერი ან სამ თვეში შეჭამდნენ მათ და ან აქ ორი ამბავია პარტია და ხალხი რომლის გულს მოიგებ ამაზე იფიქრეთ თქო ორივეს გულს ვერ მოიგებ თქო გამორიცხულია თქო ახლა პარტიას ლანძღავს და ხალხი ხო ლანძღავს და ლანძღავს სამშენებლო ნებართვები გაუტურად გაიცემოდა და ამით აღშფოთებული ვიყავით ორმაგად გაიცემა სპორტის სასახლესთან კიდევ გაიცემა ყოველდღე გაიცემა სამშენებლო ნებართვები და მთელ საბურთალოზე აგერ თქვენ ოფისადმე სანამ მოდიხარ ყოველ შუქნიშნებზე ამოდის უკვე კორპუსები
ეს იყო პრობლემა და დანარჩენ პრობლემებს ქმნის ეს ინფრასტრუქტურულს, მანქანების საცობების, აიდან გავის, ხო არ ჩამოიყარა ციდან ეს პრობლემა, არა ჩამოვარდა. არის ტრანსპორტის პრობლემა, არის კატასტროფა, არის ასულა, არის რისკის ტოლფასი ავტობუსში, ან სამარშრუტო. ანუ რასაც მისგან მისი ამომრჩეველი მოითხოვდა, ვერ დაიწყო ამ პრობლემების კარგით, მე არ ვიქნები კრიტიკული, მაგრამ მთელი ქალაქი ხო იგინება დილიდან საღამომდე. მთელი ქალაქი, ჰაერი არაფრად არ ვარგა. კორპუსები ერთმანეთზე მახინჯი და უარესი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამოდის და ამოდის სტადიონების, სკვერების და ხალხმა თუ მორიგეობა არ დააწესა და ტრაქტორისტები თუ არ გადმოყარა იქიდან არაფერი ამხრივ არაფერი პრობლემა არ გვარდება. ისტორიული ქალაქის პრობლემა როგორც იყო ყოველი წვიმის შემდეგ ათობით სახლი ინგრევა, როგორც ინგრეოდა ძველი თბილისი ისევ ინგრევა. აი რომელი პრობლემა უნდა თქვა, რომელიც მოაგვარა. ნუ სუდაძე მერე საოცრებებს აკეთებდა. სკოლის დაწყების წინ გადათხარა იუსტიციის სახლის წინ ყველაზე მთავარი მაგისტრალი და ამან ისეთი საცობები წარმოქმნა, რომ თქვენ შეგიძლიათ გითხრათ პრობლემები, რომელიც მოგვარდა ან რომლის მოგვარება დაიწყო დედაქალაქის მერიამ, პრობლემები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ქალაქს აწუხებს. ამ პრობლემების ჩამონათვალიც არის განთავსებული ძალიან ბევრი. აი, სამუშაო ადგილები შეიქმნა. ამასთან დაკავშირებით, ეხლა ლაპარაკი რო დავიწყო, ალბათ დილამდე ვერ მოჩებით, ერთი რაღაცა შემიძლია. თქვენ მართლა გძელისია გიდევ თმად, მაგრამ აი ალეკო რაც თქვა, ტრანსპორტი, საცობები, მშენებლობები. გასაგებია 225 მილიონი 796,000 ლარი. აქედან გაფორმებულია მიმდინარე ხელშეკრულები 221-ზე, ანუ დამეთანხმებით 4 მილიონია მხოლოდ დაუთვისებელი და აქედან დახარჯულია 150 მილიონი ლარი. საწავიდა ეს ფული. რეალურად ხო დაიხარჯა, ვიღაცამ ხო მოიგო ალეკო რეალურად ტენდერი. აგერამ სია შეგიძლიათ გამომართოთ თქვენ თვითონ. ვიცნობ რომ არ ჩასაფრებული ვარ არაფერი. ჩემთან მოდის ეს ხალხი და მე გადავამოწმე, დაურეკეთ ამას ელიზბარაშვილს. თქვენ შეგიძლიათ რომ გაცემის მერე მოგცემთ რომელს და შემომჩივლო ბიუროკრატიამ გაგვაძაღლა და ეს ხალხი გააძაღლა. ნახავთ ბატონ თამასაც, ყველა იმ ჩიქოვანის ქუჩის მცხოვრებსაც, ყველა ადამიანს ნახოთ კი ბატონო. პრობლემა არ არის ბატონო ალეკო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მე არ ვიგონებ ამ პრობლემას. ნახოთ ყველა ადამიანს, ყველა ადამიანს მივაკითხოთ, მერიის სამსახურებში ავიყვანოთ, ყველა ადამიანს მოვთხოვოთ პასუხისმგებლობა თუ არა და გამოვცვალოთ ვინც არ აკეთებს. ამას პრობლემა არ არის. ეს ჩვენი მიწულა, ჩვენ ინტერესი გვაქვს პირადად, რომ ნებისმიერი სამსახურის უფროსი, რომელიც აზიანებს ჩვენს იმიდს, არ უნდა იქნას სამსახურში. ერთი საკითხი რაც მოდით გავყვეთ აი ამ დიდ საკითხს ბატონ ალეკოსაც ჩვენს სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით რაც ითქვა. სამშენებლო ყველას აბსოლუტურად ხალხმა ჩვენ იმიტომ აგვირჩია რომ საქმე ვაკეთოთ. მარტო კანონები კი არ უნდა. ჯაბა აი სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით რაც ითქვა. მართლა თვალშისაცემი პრობლემა არის და ბევრი მოქალაქე გამოთქვამს ხო ამაზე პრეტენზიას. ეს პრობლემა თქვენ ფიქრობთ რომ მოგვარდა ან მოგვარებისკენ მიდის აქ საქმე? მე ვფიქრობ მოგვარებისკენ უნდა წავიდეს ეს პრობლემები, იმიტომ რომ მე დავეთანხმები ბატონ ალეკოს რომ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია მართლა საშინაო დღესია და სხვათა შორის წინა ხელისუფლების დროს არის დაწყებული და ძველი ნებართვებია გაცემული. ბატონ ალეკო დამეცნობა. ყველა არის წინა ხელისუფლების არ ვიცი 14 თვიანი არამანია მერია. კიდე წინაზე ვილაპარაკოთ. ახალი ნებართვები ჩამოგიყვანოთ რომ მაგალითად თაცმურზე არ უნდა აშენდეს 5 სართულზე მეტი, ვერაზეს 4 სართულზე მეტი. არ შეიძლება 20 სართული. გასაგები, ამასთან დაკავშირებით, როგორც კი იქნება გენგეგმა, გენგეგმა იქნება წელიწადნახევრის მერე. წელიწადნახევრის მერე. რაღა გენგეგმა იქნება დეკორაცია. პოლიტიკური ნება არ არსებობს ამ არ არის სუსტია ნარმანია, კიდე ერთხელ ვამბობ, ნარმანია ვერ ქაჩავს. აი ესე რო ვთქვა, პირდაპირ და გასაგებად. იმიტომ რომ ყველა დაუნიშნეს ნარმანიას, ყველა აბსოლუტურად. კალაძის ძმამ სადღაც მიათხრიშა ცოლის ძმამ 100,000 ხო რაღაც პირდაპირ მიყიდვით, ფორს მაჟორი გააფორმა ზაფხულის ბანაკზე. ხო იცი რომ ზაფხული მოდის და თუ ბანაკის გაკეთება გინდა, რა გინდა ფორს მაჟორი და პირდაპირ შესყიდვა. ამაზე ატყდა ამბავი. თელი ამბავი და მოინდომა ამისთვის რაღაცა ამ კაცის დასჯა. მაგრამ კალაძე ბატონო შაურთან დაკავშირებით ლაპარაკობ. ხო, შაურთან. კალაძემ დაურეკა მერე და არ გიყვებით ახლა რაღაცა მიკიბულ მოკულ ნამდვილ ამბავს გეუბნებით და ვერ მოერია ამას. ხო ხედავენ თანამშრომლები მერე რომ აჰა, ესე იგი რა, კალაძის ძმასთან უნდა იყო კარგად. ის ზიგურის ვიღაცა, ეს საგანელიძეს ვიღაცა და ვერ მართავს ამ სიტუაციას. ვერ მართავს. არა და ეს არის ძალიან რთული პრობლემა, აი მართვის პრობლემას. ბატონო ალეკო, მე მახსოვს ახლა ეგ როგორ გაკეთა და რანაირად გაკეთა, მე მაგ ამ ადამიანებთან ურთიერთობა ყველა ახალგაზრდა, არა მარტო გიორგი არაშიძესთან, არამედ მის მოადგილებთან, აპარატის უფროსთან, თვითონ ლექვინაძის აპარატთან, კონკრეტულად მერის მოადგილე, ვინც კურირებს ამ სამსახურს. ამასთან დაკავშირებით მე მახსოვს ეს რომ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამასთან დაკავშირებით მართლა გეთანხმებით იმაში, რომ გამოცხადდა ფორს მაჟორი, ამასთან დაკავშირებით იყო თათფირზე იმჟოლეს ახალგაზრდულმა ჯგუფებმა, სტუდენტებმა, ყველა ადამიანებმა
და ითხოვა თვითონ სტუდენტურმა ჯგუფებმა, რომ წელს გაკეთებულიყო, წელამადელ ზაფხულში მოსრებულიყო შაურზე ბანაკი და სწორედ ამასთან დაკავშირებით გაფორმდა ეს ფორს მაჟორში ამ ხელშეკრულება. არცად არ წასულა არავის ჯიბეში ეს ფული, ეს თანხები არის. ბატონ ჯაბა, კიდევ ერთ საკითხზე შეგვიძლია გამოვითხოვოთ ბატონო. კიდევ ერთ საკითხზე მინდა გავამართლო ინფორმაცია საიტზე გამოქვეყნებულია, ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად მოვიპოვოთ და ბატონ ჯაბა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ნამდვილად ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მაგალითად, როდესაც ნარმანიას აკრიტიკებენ, ეს საკითხი მოყავთ ერთ-ერთი ყველაზე ხშირია იმ ჩამონათვალში, City Park-ის საკითხი. აი თქვენ რა პოზიცია გაქვთ, როგორც საკრებულოს დეპუტატს ამ საკითხზე? City Park-თან დაკავშირებით? City Park-თან დაკავშირებით არსებობს რაღაცა ნორმები, კანონი, რომელსაც ვერ გადავალთ ერთ თითოეული ჩვენთაგანი, ხო? თუ ჩვენ რაღაცა ზღვარს დავარღვევთ, City Park-ი წავა სასამართლოში და მოგვიწევს ბიუჯეტიდან ფულის მიცემა, რომელიც ალეკო არსებობდა რაიმე შესაძლებლობა, რომელიც ამ საკითხს გადაწყვეტა. მარტივად გეტყვით. უყურავს, იქ არსებობს ძალიან უხეში ხელშეკრულება, ძალიან ცუდი, ძალიან დიდი ჯარიმების გადახდა რომელიც ჯაბა, თუ ასე კარგად ვიცოდით ეს ყველაფერი, რომ ვერანაირად ამას ვერ მოუვლიდით, ჯერეთი რატო პირდებოდით ხალხს, რომ ამას მიმდინარეობს მაგასთან დაკავშირებით. მეორე, რა საჭირო იყო უცხოური კომპანიისთვის 50 მილიონამდე ლარის გადახდა იმისთვის, რომ შეესწავლა ის, რაც 50,000 უკაცრავად, რაც ასე ნათელი არის. გამაგებინეთ ხალხო და გასულია წელიწადზე უფრო მეტი. 14 თვე. გამოდიან იურისტები და ამბობენ, რომ არის გზები ამის მოსაგვარებლად. ჩვენი იურისტები, რომლებიც მოსარიცხობენ. არა, მაინდა-მაინც 50,000 გადაიხადეთ. აი საზოგადოებას გასთავაზეთ, როგორ გამოგესმენთ. გიგი უგულავასთვის წარდგენილი ბრალიდან ერთი ძლივს რომ დაუდასტურეს. 4 ბრალი ქონდა წარდგენილი რომ დააკავეს. ერთ-ერთი იყო City Park-თან გაფორმებული კორუფციული ხელშეკრულება. გაფორმებული ხელშეკრულება ქალაქის საზიანოდ და საფუძველზე შემდეგ შეიძლება და პროკურატურას დაედასტურებინა ეს კორუფცია ხო მრავალ სუბიექტიანობაში ამასთან ან ჩვენ რაშუაში City Park-თან გაფორმებული ხელშეკრულება იკითხა პროკურატურამ რომ ვერ დაადასტურა ჩვენ უკან ნახოთ პროკურატურას ეს რო გააკეთოს მოდი ლოგიკურად კი ბატონო მოდი ალეკოს მოუსმინე პროკურატურას რომ დაედასტურებინა რომ City Park-თან უგულავამ სამჯერ შეცვალა ხელშეკრულების პირობები და სამივეჯერ ეს 50,000-იც ამაში გადავიხადეთ, რაც ისაც ვიცოდ. სამივე ჯერი ხელშეკრულება იცვლებოდა City Park-ის სასარგებლოდ და მათი ჯიბეების გასასქელებლად და ქალაქის ინტერესების საზიანოდ. შედეგად მივიღეთ ხელშეკრულება, სადაც City Park-ს არანაირი პასუხისგებლობა არ აქვს, არანაირი ვალდებულება არ აქვს, მარტო ძარცვა გეჭვის. ანუ თქვენ ამბობთ, რომ ხელისუფლება შეეძლო ამ საკითხის გადაწყვეტა და არ გადაწყვეტა? ნუ არ ვიცი მე. თქვენ ამბობთ, რომ ეს კორუფციული სქემაა, ანუ გამოდის, რომ ვიღაცამ ჩაანაცვლა ამ სქემაში. როგორ სავარაუდოდ სადღაც ეს ყოჩაღი ხალხია. ბაკო ეჭვი არ გიჩდება. ეჭვი არ გიჩდება. ამიტომაც სვამ შეკითხვა. პროკურატურას შეიძლება უფასოდ გაეგდო City Park-ი საქართველოსთან. თუ დადასტურდებოდა რომ უგულავასთან ისინი იყვნენ კორუფციულ გარიგებას შესული. ამ ბრალითაც დაიჭირეს უგულავა. ეს ხო ვერ დაადასტურა. მეორე ვარიანტი რომ 25 მილიონი გადაუხადო ჯარიმა და გაუშვა. ეხლა ჩვენ ვართ არჩევანის წინაშე. 10 წელი უნდა იყოს City Park-ი კიდე ქალაქში. ამ 10 წლის მანძილზე 300 მილიონი აქვს ამოსაღები. და ამიტომ დარჩენ. როგორც ჩანს ვიღაცასთან რაღაც ურთიერთობები დაალაგეს, რაღაც კორუფციული სქემაც არ გამოურიცხავ რო არის, იმიტომ რომ ანუ ამ მეორე გზით თუ წავიდოდნენ, ეს 65 მილიონის გადახდა ღირდა თქვენ ამას. ამბობთ თუ პირველი ვარიანტი არ გამოდის. და ნაშთი ივნისის ბოლოს მერის ანგარიშზე. ნაშთი რას ნიშნავს? ვერ დახარჯა მერიამ. 125 მილიონი ლარი აუთვისებელი. ჩვენ გვაქვს ახლა არჩევანი. ბოთეა პროკურატურა, რომელსაც შეიძლება უფასოდ გაეგდო City Park-ი თუ დაადასტურებდა ბრალს, ვერ დაადასტურა. ხო, ეს კიდე ცალკე ისტორია პროკურატურა. მეორე საკითხია, გადავიხადოთ ეს 25, არა ძალიან მენანება, მაგრამ ან 25 მილიონი ლარი ახლა უნდა გადავიხადოთ, ან 10 წელი პარკინგის პრობლემა იქნება პროცესირებელი. ბატონ ჯაბა, 300 მილიონს წაიღებენ ჩვენი ჯიბეები. თქვენთვის ეს არგუმენტები არის მყარი, როგორ ფიქრობთ, შესაძლო იყო ამ ორი გზიდან ერთ-ერთის არჩევა? მე ვფიქრობ, ქალაქის ხელმძღვანელობისთვის არ იყო შესაძლებელი, მე ვფიქრობ, ეს უფრო იყო სამართლებრივი უბრალოდ სამართალდამცავების საქმე და პროკურატურის საქმე, ამაში ჩვენ ღიად ვერ ჩავერევით ნამდვილად და ვერც მოუწოდებ და არც აგვაქვს სამსახურების შეხება ამ ადამიანებთან, ეს არის სასამართლოს და პროკურატურის საქმე, ამიტომ ამ საქმეს გავემიჯნებით თითოეული ჩვენთაგანი, რაც შეეხება მერიაში მიმდინარე პროცესებს, ბატონმა ალეკომაციცის ამასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს მუშაობა, ჩვენ ხალხს ვადევნებთ მერის განცხადებებს City Park-თან დაკავშირებით, სადაც არის ყოველდღიური მოწოდება და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ამასთან დაკავშირებით, რომ თუ არ იქნება მათი მხრიდან კრედიტი, ნაბიჯები და დამთმობი პოზიციები გადმოდგმული, მერია ზომებს მიიღებს. რამდენიმე ზომა იქნა მიღებული, რაზეც ქალაქის ბიუჯეტიდან თანხის გადახდა
დაგვეკისრა სასამართლოს მიერ ამასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში სამწუხაროდ მეც ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ვიცი რომ მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა და ჯერ კიდევ ეს საკითხი ნამდვილად არ არის. მაგრამ აი ეს პასუხები, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ აი მიმდინარეობს მუშაობა და ეს მოქალაქეები თქვენი აზრით, თუნდაც თქვენი ამომრჩევლები ან ისინი, რომლებიც არ გეთანხმებიან, როგორ აღიქვამენ ამას თქვენი აზრით? მესმის რომ დროში გაწელილი პროცესია ეს, მაგრამ ნუ ეს სწორედ იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხდება. რეალობა ესეც გახდა. რა რეალობაც გახდა, იმ რეალობის შეცვლა არ გამოდგა ასე იოლი. თორე და ვერ შევცვალეთ, იმიტომ რომ არ გვაძლევდა ამის საშუალება. თავად თქვენი პოზიცია როგორია? აი ორი გზა თქვა სიტიპართან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია ბატონი ალეკოსი და ბატონი ნარმანიასი ერთმანეთს ემთხვევა და ლოგიკურიც არის, როგორც ქართული საზოგადოების უმრავლესობის და ალბათ 100%-ის არ გულისხმობა გუგულავას და იმ კლანს, რომელმაც ეს ყველაფერი გააკეთა და ფულის მახეთ გადააქცია, მაგრამ არსებობს რაღაცა ბარიერები, რომელიც გადაწყვეტილებას უწევს ჭირდება. რომელი ბარიერია და რა არის გადასახადი? ის ხელშეკრულება მახინჯი. 25 მილიონი. ორი გზა გითხარით, ან პროკურატურამ დაადასტუროს და ან 25 მილიონის გადახდა მოგვიწევს. სიტი პარკის დატოვება 10 წლით არაფრით არ შეიძლება. მუშაობთ მართლმასთან დაკავშირებით. რამდენი ხანს, აი რამდენი ხანი დაგჭირდა. ბატონ ჯაბა, თქვენ თქვით რაღაც ჩავერთო, სადღა ჩავერთო. თქვენ თქვით რომ ეს იყო ბატონ ჯაბა, თქვენ თქვით რომ ეს იყო კორუფციული მახე. მე წეღანაც დავსვი ეს შეკითხვა. თუ კი კორუფციული მახე იყო, რა შეიცვალა ამაში თუ გაქვთ ინფორმაცია ამ ყველაფერში? თუ კი კორუფცია იყო, ვიღაცა აქ ფულს აკეთებდა, ახლა აღარ აკეთებს, თუ რა ხდება? ამასთან დაკავშირებით ვიღაცამ ფული გააკეთა, მე რა ინფორმაციაც მაქვს კონკრეტულად. მაგრამ თუ სქემა იყო, არ აგრძელებს ეს სქემა მუშაობას? ფული იმაში, რომ ამ კომპანიისთვის კონკრეტულად გაეფორმებინა ეს ხელშეკრულება, ეს ჟარგონს ვიხმარეს ეს და ათკატიც მიიღო ამასთან დაკავშირებით, უგულავამ და მისმა გარემოცვამ ამ შემთხვევაში ამასთან დაკავშირებით და არაინტერესებდათ მომავალში. მხოლოდ ერთჯერადია, სამჯერ შეიცვალა, არა ყოველთვიური ამბავი იყო. სამჯერ შეიცვალა ხელშეკრულება და რატო იცვლებოდა ხელშეკრულება? დაიდასტურებინა ეს პროკურატურას, არ დაადასტურა. ნამდვილად აკეთებს ვიღაცა და ეს არის სიტი პარკი და იმ სიტი პარკის უკან ვინ დგას, ეს ნამდვილად არ არის სამწუხაროდ ასე ღიად გაცხადებული და ცნობილი. ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან თუ ვინმე სხვა ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ ყველა მართვის ყველა ბერკეტი ამ წუთას არის ახალი რაღა უკვე გარდახანიანს ხელისუფლების ხელში. აი თქვენ როდესაც ამბობთ რომ ვინმე ხომ არ დგას ძველი ხელისუფლებიდან, არ ფიქრობთ რომ ესეც გაუგებარია მოქალაქეებისთვის? ეს ნამდვილად არ არის ასე მარტივი და იმ კომპანიის უშუალოდ დამფუძნებლები მე იმ მოგებას სადმე აქვთ როგორ მიაქვთ ეს ნამდვილად არ არის ასე ადვილი გასარკვევი და ამაში ხელისუფლების გასაგები ქალბატონო მაინც ჩარევა აი ახლა თქვენი საუბრიდან ჩანს რომ თქვენ ამბობთ რომ ძალიან ბევრი რაღაცა არის რასაც თქვენ ხედავთ რომ მოსაწესრიგებელი არის მაგრამ ჯერჯერობით ვერ აწესრიგებთ არის ბევრი პრობლემა რომელსაც ამჩნევდით მანამდეც და პირდებოდით ხალხს რომ გადაჭრიდით მაგრამ არის ძალიან რთული და ვერ აკეთებთ და რაღაც მოდიოდით ამ ხელისუფლებაში ხო იცოდით რომ ეს ყველაფერი ძალიან რთული იყო ძალიან რთული სიტუაცია იყო მაშინ რატომ აიღეთ ეს მძიმე ტვირთი თქვენს თავზე და ეხლა გვეუბნებით რომ იცით რა ვერ ვაკეთებთ ჯერჯერობით მაგრამ გპირდებით რომ როდისღაც გავაკეთებთ გეუბნებით რასაც თქვენ ამბობთ ეს ვილაპარაკოთ ღიად არანაირი პრობლემა არ მაქვს მე ამასთან დაკავშირებით დავამთავროთ ყველაფერი ყველა თემა აბსოლუტურად რომელზეც არის პასუხი გასაცემი უპირველეს ყოვლისა სიტი პარკთან დაკავშირებით მე ვიტყვი ესეთი რაღაცა აქ რომ როდესღაც კი არ გავაკეთებთ ამას და ის რა ქვია იმას მრავალი წლის მერე კი არ იქნება თუ შეიძლება დავამთავროთ თუ შეიძლება ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა შექმნილია მუშა ჯგუფი თქვენ საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ შეგიძლიათ თავრობის ხდომებზე მიხვიდეთ შეხვდეთ კონკრეტულ სამსახურებს მოიკითხოთ ესა თუ ის თემა ამასთან დაკავშირებით მიიღოთ ინფორმაცია რაც წინა ხელისუფლების დროს არ იყო ეს ერთი კომფორტი აბსოლუტურად ჩვენ გაძლევთ ყველა იმ უფლებას რაც გვაქვს ძალიან გთხოვთ ჩვენს კომფორტზე ნუზრუნავთ ხალხის კომფორტზე და კეთილ ღეობაში იზრუნავთ ხო თქვენ რა ისაგავთ ამაში ხო მაგრამ კეთილინებაა ჩვენი არ გინდათ რა იქნება ეს ხელისუფლებაში ერთი კვირა კეთილინება თქვენი ის იყო რომ საკრებულოს ფუნქციები შეუზღუდეთ აი ეს თქვენი კეთილინება იყო დიახ ნერვების მოშლის გარეშე ცოტა გაუფრთხილეთ ერთმანეთს და ნერვებს
და მეკვირდები ხალხს გაუფრთხილდეთ, მოდით პირველ რიგში, ძალიან გთხოვთ. პირველ რიგში. ნუ სპეკულირებთ, საკუთარ თავზე ნუ ფიქრობთ ამდენს, ხალხზე. მე ველაპარაკებ მით მაგას. საკუთარ მე როგორ ველაპარაკებ? ჯაბა სულ ყველას. ძალიან გთხოვთ. არ გვინდა. თქვენცი მოცნების წევრი ხართ და ეხლა როგორი კარგი ურთიერთობაც არ უნდა გქონდეს ჩვენ ერთმანეთთან დღეს ხართ ამ მოცნების წევრი. რა ვისი წევრი ვარ ვიცი და ვინ ვისი წევრია ყველაფერი ვიცი. ძალიან გთხოვ რა აღარ გავიხსენით. არა გაიხსენით და ისე თქმაც გინდა. ძალიან გთხოვ რაღაც არა რაც მოდით მე გადავწყვიტ და მე რას ვიტყვი და თქვენ გადაწყვეტეთ თქვენ რისი თქმაც გნება. რომ მე რაღაცა ხალხს არ ვფრთხილდები ეს არის აბსურდი ძალიან გთხოვთ. მაშინ პირდაპირ თქვენ ამბობთ ამას ერთმა გაუფრთხილდეთო მე გამიფრთხილდი და მე თქვენ გაგიფრთხილებოდეთ და მე მოგიწოდებთ რომ ხალხს გაუფრთხილდეთ. მოდით თქვენ მე ხო გამაწყვეტინეთ მოდით დავამთავრებთ რა აღარ გვინდა ესეთი პრაგრამისტი ნათელია ყველა აბსოლუტურად ყველა პრობლემასთან დაკავშირებით არის მიჩენილი სამუშაო ჯგუფი ეს მინდა იცოდეს საზოგადოება როგორც მერიაში ფათაშორის არსებობს ერთ-ერთი კომისიაში აბსოლუტურად ყველგან არ ახალი გამოთქმა რომ თუ გინდათ რომ საქმე არ გაკეთდეს შექმნით კომისიას ხო შორის არსებობს არა ასე რომ ერთი წუთი მაშინ ბატონო ვალეკო ეხლა ჩვენ სადაც ვართ კომისიებში ეს კომისიები არ მუშაობს და არ ფუნქციონირებს არა მე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ნახევრად ხუმრობთ მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია თუ შეიძლება აბსოლუტურად მოსვლის გამჭვირვალობაზეც ვისაუბროთ ყველაფერზე აბსოლუტურად ყველაფერზე გაგცემთ პასუხს უბრალოდ ერთ რაღაცას დავამთავრებ ყველა პრობლემასთან დაკავშირებით არსებობს მუსა ჯგუფი და აბსოლუტურად ყველა ეს ადამიანი ყირდებით და დარწმუნებით შემიძლია თქვა და თუ ეს არ იქნება აუცილებლად გამოვალ ამას და საჯაროდ ვიტყვი და არ მოვირიდები არავის და არ ჩუში სასახლეს და არც არავის როგორც ბატონმა ალეკომ ბრძანა ამასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ ეს არის რაღაცა შექმნილი ილუზია რომელიც გვინდა ხალხს დავაჯეროთ რომ ჩვენ ვიღაცისგან თითქოს ვიმართებით ჩვენ ვიმართებით ხოლო იმ 52 ამომრჩევლის 1000 ამომრჩევლის გამომართებით პირადად რომელმაც დობის მანდატი მომანიჭა და ზუსტად ვიცი 4 წლის მერე მე ქუჩაში ვივლი ისე რომ თვალებში შეხედვის და ხელით ჩამორთმების ამ ადამიანების ნამდვილად არ შემწყობა ქალბატონო თამარ თქვენს ბრალდებებს უპასუხებ ხალხთან დაკავშირებით და მთაწმინდა მშენებლობასთან დაკავშირებით რომ თითქოს მე იქ რაღაცა გვერდზე გავიწიე თქვენ გახსოვთ რომ ამასთან დაკავშირებით მე იქ არაერთი შეხვედრა მოვაწყე ყოველდღიურად დავდივარ და შეგიძლიათ Facebook გვერდით შეგიძლიათ საკრებულო საიტი ნახოთ თაწმინდაზე ფეხით ჩემი პასუხისმგებლობა რაც არის ამასთან დაკავშირებით და ვასწავლებ შედეგი ჩემ ფუნქციებს შედეგი არის ძალიან დიდი სამადგილზე რომელსაც აბსოლუტურად ყველა ხდება დავამთავრებინათ გეხოცებით გერგეთის ქუჩაზე რა ხდება მე მოგცემ სიტყვას კვირდებით აბსოლუტურად ყველა სოფელში რომელიც არის ჩემი სამაჟორიტარო ოლქში სადაც კომუნისტების დროსაც კი არ იყო გზა სოფელ დიდობაში სოფელ კიკეთში წავკიში წავკის და შინდის დამაკავშირებელი გზა არ იყო და ბავშვებს სკოლაში 6 კილომეტრით მეტი უწევდათ ამასთან დაკავშირებით ყველა პრობლემა ძირითადი წყალთან დაკავშირებით გზასთან დაკავშირებით დრენაჟ სადრენაჟ და კედელთან დაკავშირებით სტიქიასთან დაკავშირებით ბევრი დრო არ დაგჭა ეს პრობლემები ყველაფერი არის მოგვარებული ბევრი დრო არ მადლობა ტელევიზორთან ერთად დავიდეთ ქალბატონ თამარ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თაწმინდაზე თქვენ თუ იპოვით დღეს იოტის ოდენა ინფრასტრუქტურულ საკითხებში პრობლემას მაინც მე შემიძლია აგერ ვზივარ და თქვენც ამბობთ გერგეთის ქუჩაზე 3 მშენებლობა ჩაერთეთ როგორ გადაწყდა როგორ გადაწყდა მითხარით როგორ გადაწყდა შედეგი მითხარით ყოველდღე დავდივარ შედეგი თქვი ჯაბა ხო ამბობთ რომ მივდივართ და კარგი შედეგი დგებაო ასე სიარულით გეუბნებით ეხლა რაც იმათ ბოტებში იყო ფრიალეს წინ და უკან სიარული მაგიუ ფუნქცია იყო კომუნიკაცია მერის სამსახურებთან ახალს ყველა სამსახური შედეგი დასრულდა ასე გამო ყველა სამსახური მე არ დავზარებულ ვარ ქალბატონო თამა ნამდვილად არ უკაცრავად პირადი საყდრით თქვენგან რომ რაღაცა ხალხზე ჩვენ რეპლიკა თქვით წასვლა მოსვლასთან დაკავშირებით ხო წასვლა მოსვლასთან დაკავშირებით აი ბატონმა ჯაბამ თქვა რომ ესო არისო გამჭვირვალეო არანაირი პრობლემა არ არისო თანამდებობის პირების წასვლასთან და წამოსვლასთან და კი ბატონო აი მაგალითისთვის მოვიყვანოთ ორი ვიცე-მერი მარგიშვილი და ალუდა გოგლიჩიძე ხო თუ არ მეშლება გვარი. როდესაც ამ ადამიანებს ნიშნავდით, ჩვენ ეს არ დაუჭირეთ მხარი და დავასაბუთეთ რატომ? და ერთს ვიტყვი, ერთ მაგალითს, იმიტომ რომ ეს ორივე ადამიანი იყო მაღალ თანამდებობაზე, ოცნების მხრიდან იყვნენ ისინი ამ თანამდებობებზე დანიშნული მინისტრის მოადგილე იყო ერთიც და მეორეც და ისინი ვერ დააკმაყოფილეს, მათი მუშაობა არ შეფასდა დადებითად და მერე იმის გამო, რომ იქ ვერ გაამართლეს ოცნების იმედები, წამოიყვანეს და ვიცემერობა ეს პატარა საქმეა და დანიშნეს აქ. ბატონმა მერმა იმას მარგიშვილს წინს წრებით
დაუნიშნა ხელფასზე დანამატი, იცოდა რომ ესო არაჩვეულებრივად იმუშავებსო და მოიკლავს თავსო და ამ კაცო ხელფასი არ ეყოფა დანამატიც უნდა კონდასო. იყო თუ არა ეს ასე. და რა მოხდა? სულ აი ამის მერე რამდენიმე თვეში მარგიშვილი აღარ არის ვიცემერი. გოგლიჩიძე თუ რა ქვია, ალუდა ბატონი ალუდა აღარ არის ვიცემერი და ხო გამჭვირვალე იყო ეს ყველაფერი. აი ხო შეიქმნა ამ ადამიანებისათვის ახალი სამსახური, ისევ ბიუჯეტიდან ხო წავიდა თანხა, თუმცა ოცნება ამბობდა რომ არავითარ შემთხვევაში ბიუჯეტიდან არ წავაო თანხაო. რა სამსახური შეიქმნა? ეს არის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, გავიდა უკვე 9 წელზე მეტია, მე მგონი, რაც ეს ცენტრი შეიქმნა. რამე დაეწყო მეწარმეობა. გასაგებია, მე ჩვენ რეკლამა უნდა გამოვაცხადოთ, შემდეგ დავბრუნდებით და დასკვნით სიტყვას მოგცემთ 4-ვე სტუმარს, რამდენიმე წუთში კვლავ ეთერში ვართ.